მოგესალმებით ჩემო საქართველოს მოქალაქეებო და მივესალმები ჩემი კომპანიის დამსახურებულ თანამშრომლებს. მე გელა ბარკალაია დიდი გზა გავიარე. იმდენად დიდი გზა გავიარე, რომ ეს სიტყვები მეთქვა. ვინ არის ადამიანი, ვინც იცის რა არის ცხოვრება 100%. ყველამ, დიდმა და პატარამ, ყველამ ვიცით რა არის ცხოვრება. ამ დროს ბოლომდე არავინ არ ვიცით რა არის ცხოვრება. ეს ცხოვრება რა არის, რომ გაიგო, ზუსტად ის გზა უნდა გაიარო, რაც მე გავიარე. არც მე არ ვიცი, მე არ ვამბობ, რომ მე ვიცი. ისეთი გზა უნდა გაიარო, როგორც მე გავიარე. აქედან აქამდე ძალიან დიდი გზა გავიარე და მე ვამბობ, რომ მეც არ ვიცი. ვინ იცის მაშინ? იცის ერთი მარტო მერთმა. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ დღეს მე ჩემი 4 თანამშრომელი მომეწვია. რატომ მოვიწვიე? ახლა მე და მათე გეტყვით. მათე, მოგესალმები. იცი თქვენ რომ მათე ძალიან დამიდგა გვერდზე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში და ზუსტად ის გავაკეთეთ მათეს დახმარებით, რაც მას, მის მეგობრებს, ჩემს თანამშრომლებს და იმ ადამიანებს გაუხარდებოდა, ვინც რეალურად ხედავს, რასაც ვაკეთებ და რაც გავაკეთებ. გუშინ წინ მათე მეუნება, რომ მამა უკვე დიდი ბიჭი ვარ, 22-23 წლის ხარ ხო მათე? და ცოლი უნდა შეიცოს, ძალიან კარგი გოგო ყავს, შეყვარებული და მას უნდა ქორწილი გადაიხადოს. სადაც უნდა იქ გადაუხდი ხო ეს ერთი შვილი მყავს და შვილულად და მამაშვილად გვერდზე დამიდგა. ამერიკაშიც სწავლობს ინგლისშიც, გვერდზე მიდგას და ბევრ სხვადასხვა ენაზე საუბრობს და გონება გახსნილია. მათეს ახლა ვეუნები მთელი ნახევარი მსოფლიოს გასაგებად. მან ეს დაიმსახურა ხო და უყურე მათე, ეს არის რუკა. ეს არის მსოფლიო რუკა, ხო? აი სადაც ჩვენ მეტყვი, ვინაიდან შენ ეს დაიმსახურე, აქ არის ის ჩვენი ადგილები, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, თქვათ გინდა დუბაიში, თურქეთში, ჩინეთში, ამერიკაში, ინგლისში, სადაც ჩვენ დადიხარ, სადაც ჩვენ გიცნობენ, ნებისმიერ ინდოეთში, ნებისმიერ ადგილზე შემიძლია გადაგიხადო. მათეს მივეცი საშუალება, რომ თვითონ სია დაეწერა. მათემ სია დაწერა თავისი საძმაკაცოსი, იცის, მაგრამ ჩვენი პარტნიორები და ახლაო მეუნება შენი საძმაკაცო რამდენი იქნება, შენ დაწერეო. მე მინდა გითხრა ერთი რა მათე. იცი შენ რომ როცა კარგად ხარ და შენი ტოლი ახალგაზრდების გასაგებად მინდა ვთქვა, რომ როცა კარგად ხარ, მთელი ქვეყანა შენი საძმაკაცოა. როცა ცუდად ხარ, ყველა დაგივიწყებს. ამიტომ უნდა იძმაკაცო ისეთ ადამიანთან, როცა გააქვს მაშინაც რომ არ დაგივიწყებენ და როცა არა გააქვს მაშინაც რომ შენი მეგობრები იქნებიან. ეს არის მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მთავარი. მე რატო ვთქვი, ვინ იცის ცხოვრება რა არის თავიდან ბოლომდე. ამას გაიგებს ადამიანი ცხოვრება რო დაიბადება 100 წელს რო იცხოვრებს, მაგრამ უკვე კვდება ადამიანი და მაშინ უკვე ხვდება რა არის ეს ცხოვრება. მაგრამ მეორე ჯერ იზახიან მოდისო, ჩემო ნუკრი, მაგრამ არ ვიცი მოსული არ მინახია რეალურად ცოცხალი ადამიანი, მაგრამ უყურე როგორ არის. ახლა მე მაქვს სია დასაწერი, ხო? და შენ მითხარი, ვინ არიან შენი მეგობრები. მე გეტყვი, ვინ არის ჩემი მეგობარი. მოიწიოთ? ჩემი მეგობარი არის ადამიანები, რომლებიც უყურეთ, მე გავაკეთე სია. ჩემი მეგობრები არიან ხათუნა გელაშვილი. ჩვენეთ ქალბატონი ხათუნა გელაშვილი არის მათე 26 წლის თანამშრომელი.
ახლა შეიძლება 26 წელი ადამიანმა კომპანიაში იმუშაოს. ერთი დღე არ გაეცდინოს და დღემდე ესე ლამაზად გამოიყურება, ხო ხედავ? ეს კომპანიის დამსახურებაც არის, რომ ესე ლამაზად გამოიყურება. მაგრამ წარმოიდგინე ახლა როგორი ადამიანი ყოფილა 26 წელი გოგომ იმუშავა, მოვიდა, შვილები გაზარდა და ჩვენ მე ვინ უნდა დავპატიჟო შენს ქორწილში, თუ არა და ხათუნა. ხათუნა არის ჩემი მეგობარი. ეს ადამიანი ვინ არის? ბადრი ბუცხრიკიძე. ბადრი ბუცხრიკიძე არის უყურეთ 25 წლის მათემოტორსელი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ კაცმა ეს ისეთი სპეციალობა აქვს, ისეთი ხელობა აქვს ამ კაცს, ხო? 100 უფრო მეტი ფული შეიძლება ეშოვა, რომ ჩემგან წასულიყო. მაგრამ ჩემთან რომ მოვიდა, პატარა ბიჭი მოვიდა. იმდენად ძმა კაცო, მისი ხელით არის აქ რამე თუ არის კომპანიაში გაკეთებული და ის 25 წლის ჩემი თანამშრომელია კაცო, ჩემი თანამშრომელი კი არ არის უკვე. ჩემი ოჯახის წევრია და ძმები ვართ, ხო? მე მინდა ვთქვა აგერ ბატონ დათო გაგუაზე. დაბრძანდით. დათო გაგუა არის ჩვენი კიდევ 25 წლის თანამშრომელი. დათო გაგუა არის სამტრედიელი კაცი. სამტრედიაში თუ ვინმე ცხოვრობდა და ფულიანი იყო და უაშკაცი იყო მამამისი. და წარმოიდგინეთ პირველი ვოლგას რო ეძახოდნენ თეთრი ფერი მამამის ყავდა და ხათუნა იყო სოსისის და კალბასის ცეხის ხელმძღვანელი. საკუთრებაში ქონდა როდის წარმოიდგინე მაგარი კაცი და ამ კაცთან მე უძმაკაცობდი. და რომ მოვედი თბილისში, მამა გარდაეცვალა, მოვიდა თბილისში და მითხრა რომ მამა არ ამყავსო და რა ვქნაო, როცა მეუნებოდა ისწავლე და ფულს მაძლევდაო, ეს მიდიოდა და პერაშკს იყიდდა, მის საძმაკაცოში დაждდებოდა, ანკეს იყიდნენ და ხო იცი რიონი როგორი ამღვრეული ანკესი თევს ვერ დაიჭერ, იქ ატარებდნენ დროს. და მამა რო არ აყავს ახლა თქვა რომ მივალ მის ზმაკასთან და მოვიდა ჩემთან. დათო არის 25 წელია მარტო ამ ერთ ადამიანს ვენდობი ჩემს ნებისმიერ ავტომობილს. არის მაგარი ძღოლი და მათე რო დაიბადა, იმის შემდეგ მათესთან ძმაკაცობს, ერთად დადიან და არის განსაკუთრებულად ჩემთან. დათოს ვიმისოდ მე ავტომობილით არსად გადავადგილდები. ეს არის ჩემი ოჯახის წევრი და კარგი კაცი. აქ არის ბატონი ნუკრი ჩხეტია. ნუკრი ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტიაც იყო აჭარის გაის უფროსი, როცა თურქეთის გზა გაიხსნა და პირველი ის თავისი საკუთარი ვოლგით საზღვარზე გადავიდა. სერგო ჩხეტია აჭარაში იყო 20-25 წელი, გაის რო ვეძახოდი ჩვენ ახლა პატრული ქვია, გაის უფროსი. თვითონ ნუკრი იყო სენაკის გაის უფროსი. და ნუკრი და მე ვართ კარგი მეგობრები. ნუკრი არის ჩვენი ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელი და ის მუშაობს უკვე აჭარის ცენტრში დაახლოებით 15 წელიწადია. ახლა ეს 4 ადამიანი მინდა მე დღეს დავასაჩუქრო. და ვინ არიან ეს ჩემი მეგობრები მათი? აი ვინ უნდა ჩაიწეროს სიაში? აი ეს ადამიანი ჩვენ ბევრი ყავს კომპანიაში, მაგრამ ესენი არიან ამდენი წელი კომპანიაში რო იმუშავებს. ერთი რამ იცოდე შენ და შენმა ტოლმა ახალგაზრდებმა. თუ კომპანიაში არ ახარ დაფასებული, არ უნდა იმუშაო. ადამიანები ჩემს კომპანიაში არიან ღირსეულები, დაფასებულები.
გასაგებია შენ ახლა შეიძლება გულში ამბობს რომ ბევრმა გიღალატა მე კი არ მიღალატეს და შენ თავის თავს უღალატეს როცა ყველაფერს გაუკეთებ ადამიანს და მე გაიქცევა ხო და მე შენ რო გამართულად გზაზე მიდიხარ და ის რო იქიდან მოდის და რო გნახავს და გადახტება ზაბორზე და გაიქცევა რომ შენ არ დაინახო ეს არის არაკაცური შენ უნდა იყოს შენ თავთან მართალი ჩვენ ახლა ამ ადამიანებს ვაქებთ და ვადიდებთ აი ეს ადამიანები არიან შენი და ჩემი მეგობრები ესენი უკვე მათემატიკოსები არ არიან როცა ადამიანი 25 წელი იმუშავებს შენს გვერდზე არიან ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენ გაჭირვებას და საჭიროებას ერთად გავიარეთ ჩემო ნუკრი არის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი და ნუკრის ყავს სამსახურის მანქანა ძალიან კარგი იმ Nissan Sans ჩვენ შენ ჩუქნით ეს იყო შენი პირადული მანქანა და სამსახურის მანქანა სავარაუდოდ ჩვენ ელექტრომობილს მოგცემთ ხათუნა ხვალიდან შეგიძლია შენ ნუკრის ეს ავტომობილი გადაუფორმოს საკუთრად და სამსახურის მანქანად რა თქმა უნდა ყველას ეყოლება ელექტრომობილები და აგრეთვე მინდა ნუკრის მიულოცო ყველა დღესასწაული რაც დღემდე ყოფილა და ჩვენ ნუკრის გადავცემთ ახლა რაღაც გარკვეულ თანხას რომ ეს არის ჩემო ნუკრი ეს არის ჩემგან ჩვენი კომპანიიდან მათედან ჩვენი საჩუქარი რომ შენ ხარ დაფასებული ადამიანი კომპანიაში და კომპანიის გარეთაც დაბრძანდით რაც შეეხება ხათუნა გელაშვილი ვიკითხე 1-5 დღის უკან არასდროს არ დაუგვიანია და დილით რაღაც აგვიანებს და ეს გელაო კაცო მანქანებსო ვიღაცებს ჩუქნისო და ერთჯერ გავეხურე ტარება არიცი და მანქანა რა დგილამეთქი და მართვის მოწმობის სასახება წასულა და როგორც მართვის მოწმობას აიგებ ხათუნა ეგრევე მანქანაც გეყოლება რა თქმა უნდა ელექტრო რაც შეეხება ამას ეს არის საჩუქარი გისურვებ წარმატებას ჩვენ მოვდივართ შენიცი ყველა ჩემი ნაბიჯი ჩემი გადადგმული გზები მე შენ იცი რომ კაცური კანონი არსად არ დამირღვევია და არც დავარღვევ კიდე ისე მოვედი დღემდე თორე ასე ხმამაღლად ვერ ვიტყოდი იმან თქვა ამან თქვა ყველა არის ჰაერში და ზღაპარი ერთი არის ნათქვამი ჩვენ ვართ და ვიქნებით გისურვებ წარმატებას რაც შეეხება დათო გაგუას ამდენი გზა ერთად გავიარეთ კაი კაცი ხარ და ამდენი წლის განმავლობაში შენ ჩვენს გვერდზე იდექი დათოს მამას ქვია ლადო გაგუა სამტრედიაში ნომერ პირველი კაცი იყო და შვილი კიდე უკეთესია ჩემო დათო ჩემო ბადრი ყველას ყველაფერი უფასდება ან დღეს უფასდება ან ხვალ თუ არ შეგიფასეს არ უნდა იყო იმ კომპანიაში სადაც არ არის შეფასება შენ ხარ ჩემი ძმა მეგობარი და ეს საჩუქარი ჩემი მხრიდან ჩვენი კომპანიის მხრიდან მათესი და ჩვენი საჩუქარი იყოს ადამიანი ყველამ უნდა იცოდეს თქვენს მეც და მთელმა საქართველოს ადამიანი ერთჯერ ცხოვრობს ორჯერ არ ცხოვრობს ერთჯერ ცხოვრობს და ჩემი თხოვნა არის დიდი გზა გავიარე არსადმე არ ჩანდი არ მინდოდა გამოჩენა მაგრამ ეს დღეს რომ გამოვჩდი ეს საქმე გააკეთა პატარა დრო არის ცხოვრებისთვის ხო რა არის აი ვტრიალებთ 60 80 100 წელი ხო ამის ირგული ვტრიალებ და ერთმანეთი ხო შეიძლება ამ ენას აქ ენა არის ერთი ენა აქ ადამიანს რაც ღმერთმა უბოძა ხო ამ ენით შეიძლება ცუდის თქმა და ენით შეიძლება კარგის თქმაც ხო და ერთმანეთს მოვეფეროთ და ერთმანეთს მოვესიყვარულოთ აი ამ ენით კარგი ვთქვათ რატომ ვამბობ ცუდს და ახლა შეკითხვას მისვამენ ზოგჯერ
სოფლიო გამოფენის წევრი ვარ, მათე დამყავს და მისვამენ შეკითხვებს, ხო? დღეს მთავარი ადამიანში არის სინდისი. შენ თავთან უნდა იყო მართალი ყოველთვის. როცა შენ თავთან მართალი ხარ, მაშინ იმან თქვა, ამან თქვა, ვინც რაც გინდა ისქვას. შენ ხო იცი რომ წელი გამართული ხარ და სწორად უნდა იარო. მე მინდა ახალგაზრდებს, მათეს ტოლ გოგო ბიჭებს ვთხოვო, განათლებაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის და მინდა რომ ვისწავლოთ. დღეს ჩვენ გვჭირდება თანამშრომლები და ინგლისურის მცოდნე, კომპიუტერი და ინგლისური, ჩინური ენა, ეს უნდა ისწავლოთ და იქით კი არ გეხნებათ სამსახური, საძებნი. თქვენ თვითონ მოგძებნიან, როცა ეს თქვენ გეცოდინებათ. მათეს ერთჯერ უთხრეს, რომ შენ რა სიზამოდა, მე ორჯერ მეტ ხელფას დავარიგებოდა, სამჯერ მეც თუ დაარიგებს, ყველას გაუხარდება. როგორი განწყობაა დღეს მათე? ძალიან კარგი. შემართებით ვართ. შემართებით ვართ, ყველანი ერთად ვდგავართ, მაგრად ვდგავართ და ყველაფერი იქნება კარგად. რა სიტყვი ნუკრი? რამდენი წელია მოვდივართ? მერტმა კიდევ დიდ ხანს და ბედნიერად ვაფოქუს და მათე მოტორს სხვა წარმატება ყოფილიყო. კაცურად ვიცხოვრეთ? ბჯო, აქ არის კარები, ხო? ზოგჯერ ხო არის ვიღაცას არ მოწონხარ რაღაცას, დაგიწერს რაღაცას. ბიჭო, კაცი ხარ, ხო? თუ კაცი ხარ, რა თუნდა ბიჭო, დაწერა Facebook-ზე, გალანძღვა რამე, ხო? აგერ არის კარები. მოდი და თქვი, რა გინდა, რა გიჭირს, რატო ვინც ცუც გიწერს და არ გიცნობს, ღმერთი მე არ მისცემს. და იძახიან მე რატო არ მაძლევს, არ მოგცემს. ადამიანს როცა არ იცნობ და ისე რაღაცას დაუწერ და მე იტყვი რომ მე ვკაიფობდიო, ეგრე არ არის. გოგო მორი, მისი შვილი მე დაიბადა. ხათուն აქ რომ მოვიდა, მის შემდეგ ორივე დიდები არიან და შვილები ყავს დღეს, ხო? და მის შვილებს უხარიათ დედამისი რომ ესეთ მაგარ კომპანიაში მუშაობს. როგორი განწყობაა დათო? ძალიან კარგი და მიხარია ყველაფერი და დიდი წარმატება კიდევ მოხდება და დიდი მადლობა. როგორი გზნობა და ისა, რამდენჯერ ვიყავით შენთან საკეიფოდ? თელი სოფელი მიცნობს. აი ესაა ჩვენი ურთიერთობა. ქალბატონ ხათუნას მიცეთ ერთი წუთი სიტყვა, ნამდვილად სწორად აღმოჩნდა, რომ ოჯახის წევრები მე მინდა კიდევ ერთჯერ მოუწოდო ახალგაზრდებს, სწავლაზე უკეთესი არაფერი არ არის. განათლებაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის და განათლებასთან ერთად აუცილებელია პრაქტიკა. ერთი თვე გვაცალე და ამ ერთი თვის მერე გამოვაცხადებთ, რომ თვეში ერთჯერ, ორჯერ ჩვენ ამ სათათბირო ოთახში ბიზნესზე თუ როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი, მე გეტყვით. რეალურად მე გეტყვით და 3 თვის განმავლობაში თქვენ იმაზე მეტი გეცოდინებათ, ვიდრე პირველი კლასიდან მე-10 კლასის დამთავრებამდე. დამიჯერეთ და მე თქვენ გაჩუქებთ ზუსტად იმ წიგნებს, რომელიც თქვენ აუცილებლად ცხოვრებაში დაგჭირდებათ. ეს არის განწყობა და ეს არის ხვალინდელი დღე. გისურვებთ წარმატებებს.